მოგესალმებით, მე გაგიზიარებთ ერთ-ერთ ჩემს ფავორიტ AI ინსტრუმენტს, რომელსაც ხშირად ვიყენებ ფოტოების, პოსტერების, ლოგოს და სერტიფიკატების შესაქმნელად. ამ შემთხვევაში გადავწყვიტე, რომ სერტიფიკატები გავაკეთებ Tunic-ის პროექტისთვის, მისი მონაწილეებისთვისაც შესაბამისად გამოვიყენებ Microsoft-ის Copilot პროგრამას, რომელიც თუ გვაქვს Microsoft-ის ანგარიში შემთხვევაში არის შეუძლებელი და შეგვიძლია այն რაოდენობით ფოტოების, პოსტერების და სხვა მსგავსი დოკუმენტების დამზადება. ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი არის პრომპტის მიცემის სწორად მიცემის შემთხვევაში ძალიან მარტივად და სწრაფად შეგვიძლია სხვადასხვა სახის სერტიფიკატის დამზადება. ამ შემთხვევაში როგორც ხედავთ, უკვე პრომპტში მივუთითებთ, რომ ფოტოს სახით გაეკეთებინა ეს, თუმცა შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც PDF დოკუმენტი, ასევე სხვადასხვა ფორმით, როგორცაც ჩვენ მივუთითებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ინსტრუმენტის გამოყენების დროს არის პრომპტი. როგორც ვკითხეთ, ჩვეულებრივ გავხსნით ახალ ჩატს, მივუთითებთ პრომპტს, როგორც უკვე ნახეთ და ის დაგვიმზადებს ჩვეულებრივად აი მსგავსი ფორმით სერტიფიკატს, რომელიც შემდეგ უკვე შეგვიძლია მარტივად ჩამოვთვლით და შევინახოთ. ან კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვა დავალებები მივცეთ და გარდავქმნათ სხვა სერტიფიკატი. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩამოვთვლით და შევინახოთ, მაგრამ თუ გვინდა რომ შევცვალოთ, შეგვიძლია დავუბრუნდეთ, გადავიდეთ ისე library ბიბლიოთეკაში, სადაც იქნება წარმოქმნილი ჩვენს მიერ უკვე შექმნილი წინა პერიოდში შექმნილი ფოტოები და იქიდან საჭიროების შემთხვევაში, რომელიც უფრო მოგწონს და რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში გვჭირდება, დავაგენერიროთ, ანუ შევცვალოთ, მივცეთ სხვა სახის პრომპტი და გადავაკეთებინოთ. ამ შემთხვევაში კონკრეტული პროექტი, რომელიც შევქმნით, ეს არის და გაგვჩვენებთ, როგორ შეგვიძლია რომ ძალიან მარტივად რამდენიმე წუთში ეს სერტიფიკატი გადავაქციოთ სხვა პროექტის სერტიფიკატად ან შევცვალოთ სათაური, ან ფერი, ან დავამატოთ სხვადასხვა ელემენტები, ფოტო, ლოგო და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მოდით დავუწყოთ აქედან რომ მინდა პირველ რიგში შექმნილ წაშალოს ეს students name-ის მსგავსი ფორმატით ჩაწერთ ფორმა. ასევე მინდა რომ ლოგო Tunic-ის ლოგო იყოს ყვითელ და ლურჯ ფერებში, როგორც ის რეალურად არის და აი ამ მონაკვეთში მივუთითებ კონკრეტულად თუ რა მჭირდება რომ გააკეთოს. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ ხოლმე ინგლისურ ენას, რადგან მჭირდება თვითონ სერტიფიკატი ინგლისურად, თუმცა შეგიძლიათ პრომპტში ჩვეულებრივ ქართულადაც მივუთითოთ. მაგალითად, ლოგოს მივუთითოთ რომ დაამატოს თარიღი, პირდაპირ ამით აღიჭდოს მითითებული თარიღით. და მაგალითად შეგვიძლია დავავალოთ და ჩასვი საქართველოს დროშის ფოტო. დავუშვათ. ანუ როგორც გაგითხარით, ქართულ ენაზე მივცეთ პრომპტს თუ ინგლისურ ენაზე მნიშვნელობა არ აქვს. ორივე შემთხვევაში ჩვეულებრივ მუშაობს და რამდენიმე წუთში მზად იქნება. რაც უფრო აქ სხვადასხვა დავალებები შეგვიძლია მივცეთ. კონკრეტულ შემთხვევაში შეგვიძლია AI-ის დახმარების გარეშე ჩვენ თვითონ ჩავსვათ რამე ტექსტი და ვარედაქტიროთ, შევცვალოთ, დავამატოთ სხვადასხვა ვიზუალური ფორმები, რომ დამთავრდეს საქართველოს გაჩვენებთ როგორი ფორმით იქნება და ჩვეულებრივ აი ჩამოტვირთვის საშუალებაც გვაქვს და შეგვიძლია ჩამოტვირთეთ არა მხოლოდ როგორც ფოტო, არამედ ასევე როგორც PDF ფორმატით. აი ნახეთ, რაც დავავალეთ, ანუ შეცვალა და როგორც ორიგინალის ვერსიაში გვაქვს ყვითელი და ლურჯი ფერები გამოიყენა, წაშალა student name-ს და ეწერებას ქონა იმ წაშალა, მაგრამ აუცილებელია როგორც სხვა შემთხვევაში და როგორც სხვა AI ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში გადავამოწმოთ, რამდენად სწორად აქვს ყველა წინადადება და სუქერა ჩაწერილი, განსაკუთრებით ქართულად ვუთითებთ პრომპტს და აი ეს გამიყვება ჩვენი საბოლოო დასრულებული ვარიანტი. აქ ვინახეთ შეგვიძლია ჩამოვშალოთ და აი აქედან ჩამოვთვლით როგორც ფოტო, ასევე PDF ფორმატი. მაგრამ ამ შემთხვევაში თუ გვინდა ჩამოვთვლით PDF-ით, შეგვიძლია გავაკეთოთ PDF-ად. და რატომ არის ეს ჩემი ფავორიტი გადაიმსახურა საკმაოდ სწრაფად მუშაობს? კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, რომ სხვა AI-ისგან განსხვავებით, მას აქვს ლიმიტი და შეუძლია ძალიან ბევრი სხვადასხვა დავალება შეასრულოს, განსაკუთრებით ფოტოებზე და მსგავსი ტიპის დავალებებზე არის ეფექტური. სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის.